Effect region ზედაპირისათვის გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ამობურცვის ეფექტი. ამისათვის დავხაზოთ plane. მივუთითოთ სასურველი სეგმენტების რაოდენობა, როგორც სიგრძე ისე სიგანეზე. და გამოვიყენოთ მოდიფიკატორი Effect region. ეს მოდიფიკატორი შედგება point-ისაგან, ანუ მის შემადგენელი ნაწილია point-ი და გაგვაჩნია ასეთი ორი წერტილი. ზედა, რომელიც შეიძლება გადავადგილოთ და ქვედა. ანუ ფაქტიურად point-ის გამოყენებით ვცვლით ვექტორულ მიმართულებას. Fall of სიდიდე. ანუ რამდენად მოიცვას ზედაპირი. როგორც უკვირდებით, მაგალითად თუ plane-ში შევცვლით წახნაგების რაოდენობას, ანუ მოუმატებთ, უფრო მომგვალებული ზედაპირი გამოვა, ვინაიდან ტეხილები შეცვლის ამ ზედაპირის რაოდენობას და მოდიფიკატორი Effect region უფრო glue ფორმებს შექმნის. Ignore backfacing გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სხეულს, რომელსაც ამას ვიყენებთ, გააჩნია ორი ზედაპირი, მაგალითად box-ი. მივუთითოთ სეგმენტების რაოდენობა. და გამოვიყენოთ ეს მოდიფიკატორი. თუ შევხედავთ ქვევთახვემოთ ამ მხრიდან, დავინახავთ, რომ მოქმედებაში მოდის როგორც ამ კოლოფის ზედა, ისე ქვედა მხარე. თუ ჩავთავთ Ignore backfacings, მაშინ ქვედა მხარეზე აღარ იმოქმედებს და დარჩება ისევ სწორი ფორმის. Carvey ვექტორი, მისი ძირითადი გამოყენება punch ზედა მწვერვალისათვის და bubble ქვედა მწვერვალის რედაქტირება, რაც გამოიწვევს ზედაპირის ფორმის შეცვლას. ან მწვერვალიდან, როგორც აღნიშნეთ, ან bubble ძირიდან.